დღეს აქ ერთი მიზნით ჩამოვედით. საჭირო იყო ამ 28 თუ 26 პუნქტიანი გეგმიდან გააჩნია რომელ ვერსიას აიღებთ, ის საკითხები გამოგვეყო, რომლებთან დაკავშირებითაც ღია დისკუსია მიმდინარეობს. დღეს ჩვენ ეს შევძელით. ახლა ცხადია, როგორც ნებისმიერი შეთანხმების შემთხვევაში, საბოლოო სიტყვა პრეზიდენტებს ეკუთვნით. არის რამდენიმე საკითხი, რომლებზეც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, თუმცა დღევანდელი ანგარიში აჩვენებს, რომ ეს დღე ნამდვილად ღირებული გამოდგა. ალბათ ეს ყველაზე პროდუქტიული დღე იყო იმასთან შედარებით, რაც კი ოდესმე ამ საკითხთან დაკავშირებით გქონია. შესაძლოა ჩვენი ჩართულობის მთელი პერიოდის განმავლობაშიც კი, თუმცა ჯერ კიდევ სამუშაო პროცესში ვართ. აქ ჯერ არ მინდა გამარჯვებაზე ან საბოლოო შედეგზე საუბარი. გარკვეული სამუშაოები ჯერ კიდევ ჩასატარებელია, მაგრამ ახლა გაცილებით წინ ვართ ვიდრე დილით შეხვედრის დაწყებამდე, ან თუნდაც ერთი კვირის წინ ვიყავით. მინდა დავადასტურო, რომ ამერიკულ დელეგაციასთან პროდუქტიული შეხვედრა გქონდა. პროგრესს ვაღწევთ და წინ მივიწევთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ. უკრაინელ ხალხს სურს მშვიდობა. ისინი ყველაზე მეტად იმსახურებენ ამას. ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს დიდ მეგობრებს, შეერთებულ შტატებს, პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის გუნდს მშვიდობის დამყარების პროცესში გამოჩენილი ერთგულებისთვის. ჩვენ დღესაც გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. უახლოეს დღეებში ვიმუშაობთ ერთობლივ წინადადებებზე. პროცესში ასევე ჩავრთავთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი სიტყვა ჩვენი ლიდერების, შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტების იქნება.